მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, გამარჯობა ჩვენ ვიწყებთ გადაცემას მოსასწრაფია კონსერვატორია ამ სეზონში. ბოლო გადაცემა, ისე ბოლო ჩვენი მტრისა იყოს რაღაცეები, ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მალე დაბრუნდებით ეთერში და გავაგზავნებთ ჩვენს მაუწყებლობას. დღეს ჩვენ რაღაცნაირად შევაჯამოთ წინასაარჩევნო სიტუაცია. მე მაგალითად ერთი მაგარი ახალი ამბავი მაქვს ევროპის მაიმუნობაზე და 2-3 სტანდარტზე. ზელენსკი რა დღეშიც არის ახლა. ღიად ამბობს დასავლური პრესა, რომ ზელენსკის დრო გავიდა, ზელენსკი უნდა გააგდო და აგდებენ რის გამო. ზელენსკის კი არა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შექმნილი ქონდა ორი უწყება, ორი ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული უწყება. ამ უწყებებმა არ გამოიძიეს არაფერი, მათ შორის არ გამოიძიეს ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, როგორც არის თხრილების გაკეთება იმ ადგილებში, სადაც რუსეთი უტევს, არანაირ დამცავი ზღუდე ახლა არ არსებობს და ყველა ამბობდა, რომ ეს ფული მოპარულია, ფული გამოყოფილიყო და მოპარულია. ფული, ხოჩეს რუსები ამის გამო ჯიან ადამიანებს და ხოისაკრულებად უკრაინელები ვერა. და ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ თან აბსურდული მიზეზით, რომ რუსი აგენტები არიან იქ ბევრიო, ამ ორი უწყების დაქვემდებარება საკუთარ პროკურორს უნდა დაქვემდებარებულიყო და ატყდა მთელი ამბავი. დასავლეთის სოროსელები და ასევე იქაური სოროსის ბარტყები გამოვიდნენ თელს ქვეყანაში, გაშალეს პლაკატები და ზელენსკის დიქტატორს ადარებენ და ასევე უსულა ჩვენი ცნობილი ქალბატონი უსულა ევროპის ლიდერი, რა ევროპაც არის ლიდერი ყავთ, ასევე მოუწოდებს ახსნას ზელენსკიმ თუ რა ხდება. ზელენსკის ახლა უტყდება ამის გაკეთება, იმიტომ რომ მთელი მისი ეგრეთ წოდებული ძალა არის მის მედეგობაში, უტეხობაში და ესე რომ მიჩმორდეს ძალიან სწრაფად უტყდება. მოკლედ ზელენსკის დღეები დათვლილია. ჩემი აზრით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რომ აღარ უნდა ზელენსკი და ზავი უნდა ამ ომის დასრულება უნდა და ზელენსკის პირობებში ეს შეუძლებელი არის და როგორც დასვეს ისე მოაშორებენ. აი, ეს არის შეხარ ჩემი ბატონი ევროპის ორმაგი სტანდარტი. შეაჭამეს წააქეზეს მურია და შეაჭამეს დარც. ეხლა რა ხდება საქართველოში? მაგ კითხვაზე თუ ვინ არის ზელენსკი? იქაური ლიბერდებილები პასუხს სცემენ, რომ არის უკვე ავტორიტარი, აქაურები დუმან. წყობა ინსტრუქციები არ არის მოსული. არჩევნების წინ გვაქვს რასკლადი, რომ გაფარჩაკებული ოპოზიცია ის რაც უფრო გაფარჩაკდა, ვინც იღებს მონაწილეობას, რა აზრი აქვს მონაწილეობის მიღებას და ვინც არ იღებს, ან იმას რა აზრი აქვს. და ჩვენ ერთადერთი რისიც შეიძლება გვეშინოდეს არის გაუთვალისწინებელი რაღაც. მაგრამ იმედი მაქვს ჩვენი ხელისუფლების წინდახედულობის და ლოგიკურობის და არ მოხდება გაუთვალისწინებელი, ან თუ მოხდა რამე, მზად ვიქნებით ჩვენ ყველანი ამისთვის. იდეაში ძალიან იოლად მოსაგები არჩევნები არის ეს და ომი რო დასრულდება, ბიზინა იმანიშვილს ეს ნათქვამი, ბევრი რამე შეიცვლება კონტინენტზე და ასე შემდეგ. პატარა ნამოკსაც გავაკეთებ, შეიძლება მათ შორის, იმიტომ რომ ლაპარაკობენ, რომ პუტინის და სის შეხვედრაზე შეიძლება შემოდგომაზე ტრამპის ჩავიდეს იქ და სამი ეს ადამიანი რომ ლაპარაკობს, რაღაცები უნდა გადაწყვეტს. სიაბანძე არ ლაპარაკობენ ესეთი ფიგურები. ხო, წინასაარჩევნო სიტუაცია პირველ რიგში მოდი შალვა დავიწყოთ იმით, რომ ჩემი აზრით ეს გამომდინარე იქიდან რომ ტელევიზიაში წელი ასე ვთქვათ თავდება აგვისტოში კი ბატონო და ახალი სექტემბერში იწყება. კი ბატონო. მე მაინც ერთ იმას ასე ვთქვათ რაღაცნაირად შევაჯამებდი ჩემს მონოლოგს და ვიტყოდი რომ ქართულ ოპოზიციამ დაამტკიცა რომ არ არსებობს სკერი. ხო. ანუ იცი რა არის, ანუ მე ძალიან ბევრჯერ დამჭერია საკუთარ თავი იმ მოსაზრებაზე რომ ამაზე დიდი სისულელე რა შეიძლება გააკეთო. მაგრამ მე ხვდები რომ პრინციპში კი უპრობლემოდ, აი უშანსოდ შეიძლება გააკეთონ რა. ეხლა ბოლო რაზეც გამეცინა იყო რომ ანუ რაღაც მომენტში მაგალითად ეხლა ანა დორიძე როგორც ჩანს გაუჩიდა ანუ ანას მე ვიცნობ დიდი ხანია და რავი მეგონა რომ ძალიან ჭკვიანი გოგო იყო და როდის გეგონა რომ ანა ძალიან ჭკვიანი იყო ეს ამოშალე შენი არა ანუ ბიოგრაფიით ხო და რაღაც მომენტში აღმოჩნდა რომ რაღაცა კარგი აზრი გაუჩნდა და მე ამ შეშლილი ქალების შიშით ეს აზრი დაძლია რა და ის არაპირებს არჩევნებს მონაწილეობას მიიღებს. ანუ შალვა რა იცი რომ შეხედე აი მაგიური ჩაკეტილი წრე ჩამოყალიბდა პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკურ პარტიებს ეშინიათ საღი აზრის. და ეს შიში არის იმდენად დიდი და იმდენად დამანგრეველი, რომ ფაქტობრივად ყველა ამ პოლიტიკურ პარტიებს უკრავს ყველანი
ყველანაირი რაღაც მომავალს. ანუ მე გულისხმობ იცი რომ ამათმა მოიფიქრეს რაღაცა იდეა, რომელიც გულისხმობს რომ ბოიკოტის შემთხვევაში და ქართული ოცნების ტოტალური იგნორის და საერთაშორისო იზოლაციის შემთხვევაში კითხვები ჰაერზე ნათქვამის. რაღაცა მოხდება რა. რა არ ვიცი. ხო, ოღონდ აქ კიდევ თვითონ ჩამოიშლება რეჟიმი. ხო, და მე მახსოვს რა რომ მე ზუსტად აქ ვიყავი, არჩევნების წინ თქვი რომ ქართულ ოპოზიციის მთავარი გეგმა არის ის რომ ქართულ ოცნებას შერწყობა და წავა. კი, ბოლოს ხო, ანუ ეს იყო მათი სტრატეგია. ეხლა არის რომ ქართული ოცნება შეეშინდება მოგონილი საერთაშორისო იზოლაცია და ამათი სიბევრის, კი ბატონო. ხო. და გეგმა რომ ასე არ ხდება არა აქვთ რა და თან ანუ ესეა რა რომ ცხოვრებაში ოდესაც გაქვს პრობლემები ყველაზე პირველი გზა თუ როგორ შეიძლება გადაჭრა ეს პრობლემა არის რომ უნდა აღიარო რომ რაღაცას ვერ აკეთებს სწორად. ქართულმა ოპოზიციამ არათუ ვერ აღიარა. ქართულმა ოპოზიცია ერთმანეთს ეჯიბრება იმაში ვინ უფრო ღმად შეტოპავს ამ ანალოგიური სიტუაცია იყო მე იმ ამ ხალხთან შედარება კი არ უნდა, მაგრამ მაშინაც სანამ ბიძინა იმაშვილი მოვიდოდა პოლიტიკაში ბევრი მაიმუნი ლიბერდებილი იყო და მაშინაც ესეთი სიტუაცია იყო რომ მიშამ პრაქტიკულად დაშალა 8-იანი 6-იანი ანუ ეს გაერთიანებებს დაუტირა და იყვნენ და მოვიდა კაცი რომელსაც ენდობოდა მთელი საქართველო და ესენი იძულებულები იყვნენ რომ მის მოხმობას დათანხმებოდნენ. ანუ განა თვითონ დაიჯერეს მისი ავტორიტეტი ესე სწრაფად კი არ აღიარეს, მე ძალიან კარგად მახსოვს, ბევრი ნიუანსი იყო. ისეთი კაცი მოვიდა, რომ მთელ საქართველოს გამაერთიანებელი და ესენიც გაყვნენ ამ პროცესს. ეგეთი კაცი არის საქართველოში, ეს კაცი არის ბიძინა ივანიშვილი და მეტი ესეთ კაცი არ არის. ხო, მოდი ობიექტურად ვთქვა და შესაბამისად რო ვერ ერთიანდებიან ჭუჭყები და ნოლები ვერ ერთიანდებიან, იმიტომ რომ ერთმანეთთან აქვთ აი ეს საშინელი ჭმა ერთმანეთს. და ერთ დავამატებ რომ ჩემთვის ეს წელი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წელს დეკონსტრუქცია მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმოდგენის, რომ არსებობს ევროპა, რომელიც არის ადეკვატური, რომელიც არის ჭკვიანი, რომელიც არის სამართლიანი. კი ბატონო. მსგავსი არაფერი კი ბატონო, ხო. ხო, მივდივართ იმ წერტილამდე, თან ბითუმის სეზონის ბოლო არის. რაზეც ვლაპარაკობთ მთელი წლის განმავლობაში. კი ბატონო. ანუ იმაზე, რომ გეოპოლიტიკური სურათი აბსოლუტურად სხვანაირად დაალაგდა, აბსოლუტურად განსხვავებულად დაალაგდა. ომის შემდეგ, კი ბატონო. და აი უბრალოდ აი დროის მანქანა რომ მქონდეს და 22-ში რომ გადავიდე და რომელიღაც ლიბერალი უბრალოდ აქად მოვიყვანო. ვაჩვენო ხა ზელენსკი გმირად წარმოადგენს. ვერ დააჯერეთ. შოქში ჩავარდე. ვერ დააჯერეთ. რომ დღეს ის ხალხი ვინც თვითონ ლიბერალისთვისაც დემოკრატიულ ძალას წარმოადგენს ის წმინდა ადგილზე მცხოვრები ხალხი, კი ბატონო. მცხოვრები ხალხი გამოდის და ესე იგი აკრიტიკებს ზელენსკის. ფაქტია, რომ მთელი მათი ეს მითოლოგია რაღაც ესეთი იმსხრევა ყველა მიმართულებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. მე ზოგადად ვიტყვი, რატომ არის სამდე უშუალოდ ანალიზი გადავა, რატომ არის ზოგადად ქართული ლიბერალიზმი სულთა ევოლუციური კუთხით ცუდი ჩვენი ერისთვის. იმისთვის რომ შენ გადარჩე საჭიროა შექმნა მრავალსახოვანი ადამიანი რა, ანუ ერთი ტიპის ადამიანები არ უნდა აწარმოო ამ ხნის განმავლობაში. ერთი ტიპის ადამიანებს ვინც აწარმოებს ის ყოველთვის კვდება. შეიძლება სისტემისთვის მონგებიანი, მაგრამ კვდება. რატომ კვდება? იმიტომ რომ სისტემა რო იცვლება, ეგეთ ტიპის ადამიანებს აღარ აქვს იმის რეფლექსია, რომ სხვა გარემო პირობებს ესე იგი აუღონ ალღო და გადაეწყონ. ჩვენ ხედავთ რომ დღევანდელი ლიბერალები ზუსტად იგივეს საუბრობენ, რასაც საუბრობდნენ, რა ვიცი 10 წლის წინ, 15 წლის წინ, 20 წლის წინ, არაფერი არ შეცვლილა მათ რიგებში. ანუ ეს არის ძალა, რომელიც ეს არის რაღაც სისტემის ნაწილი, რომელიც ერთსახოვან ადამიანს ამდენ ხანი ესე იგი ახალისებდა და ქმნიდა. ეხლა როდესაც მთელი ეს გეოპოლიტიკური რეალობა შეიცვალა, ტიპებს იმის უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ რაღაცები უბრალოდ აღიარონ. ანუ ხო შეიძლება რაღაცა მოხდა და აღიარო. არ აქვს ამის უნარი. და ეგ რატომ არის ჩვენ საზოგადოებისთვის ცუდი? ქართული საზოგადოება არასდროს არ ჩაყოლია არც ერთ სისტემას. დაინგრა რომის სისტემა, არ ჩავყევით რომის სისტემა. დაინგრა რაღაც საბჭოთა სისტემა, არ ჩავყევით. ყველა სისტემა შენდებოდა, ყველა სისტემაში რაღაც დონის ადაპტაცია ჰქონდა, მაგრამ
იყოს შეგულოს სხვა სახის ადაპტაცია. ამით გადავრჩით. ლიბერალებს ეს ადაპტაციის უნარი არ აღმოაჩნდათ. ესაა მთავარი განსხვავება. ნაცარქექიები არ არიან. და ხო, მოდი ესე ვთქვა, ჩვენ ნაღვიჟდით და გადავრჩით, კი ბატონო. საი რატომაც ახლა მე როდესაც პოზიტივში მოვედი და ზოგადად აი როცა უყურებდი ამ დისკურსს, ჩემი ერთ-ერთი მამოტივირებელი იყო 5 წლის წინ, რომ ანუ ის ფაქტი, რომ განსხვავებულ აზრს ეწოდება რუსეთუმე ყველანაირს, ეს იყო ჩემთვის, რავი, ადამიანის როგორც რაღაც მოც ინტელექტუალური, სულიერი, ამაღლებული მოცემულობის შეურაცხყოფა. რავი, მთელი განმანათლებლობა, რომ გაბედე აზროვნება, ქრისტიანული კულტურა, რავი, ეს ქართული მრავალფეროვნება, ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებოდა ეს პოლიტიკური სიმახინჯე, რომ ყველაფერი განსხვავებული იყო რუსეთუმე. სად არის დღეს ეს? ეს არის იქ, ანუ ეს სისტემა, რომ მაგალითად დონალდ ტრამპი, რომელიც ასევე მსხვერპლი იყო მისთვის რუსეთუმების დაბრალების, დღეს ლამის არის და ობამას დაჭერის ასე ვთქვათ რაღაც წარმოსახვით იმებს სურათებს დებს. ანუ ჩვენ კიდევ ერთხელ ანუ ეს ამ კონკრეტული ტიპების ის კი არ არის წარმოსახვა რომ რუსეთი, ეს არის საერთაშორისო გლობალისტური ლიბერალიზმის, რასაც უწოდებთ ხოლმე გლობალური ომის პარტიას ან deep states, რასაც უკვე ვეღარ ქირქილებენ ისე ძალიან, ამისი მეთოდი გამომუშავებული, გამოწვრთობილი, რომლითაც ხდება ეს არის ნეოტრაიბალიზმი, შეგვიძლია ბევრი სიტყვა უწოდოთ, რომ ანუ ტომი, ძველი ტომი იყო, ხო, სხვა უნდა იყოს დეჰუმანიზებული, რომ ის არ არის ადამიანი, ამის უნდა მიეწეფოს იარლიყი. ზუსტად ლიბერალიზმი არის ნეოტრაიბალიზმი, ანუ ახლებური, ტექნოლოგიურად შეფუთული, ტომობრივი აზროვნება, რომელიც მოგაწებებს პუტინისტი, რუსეთუმე, უკვე ადამიანი არ ხარ და შენზე არ ვცელება უფლებები. ეს თავდება და ეს შეიძლება ცემო მოკლა დაიჭირო და ეს დავამატე. თავარი მომენტი რუსეთუმეობის არის ის, რომ მართლა რუსეთს კი არ ებრძვიან. თავის ძმებს, ბიძაშვილების წინააღმდეგ იბრძვიან. და უბრალოდ ამას დაარქვეს რუსეთუმეობა. როდესაც ისინი საუბრობენ რუსეთზე გულისხმობენ საკუთარ ბიძაშვილს, საკუთარ თანამოქალაქეს. ისინი არ მართლა პუტინს კი არ გულისხმობენ. გულისხმობენ ყველა საკავშირი რუსეთთან ეს გადასარევი ფენომენი აღმოაჩინე ბოლო 1 წელიწადში, რომ რო ჩამოყევი პატა ბურჭულაძის დაწყებული და რიგითი აქტივისტის დამთავრებული ყველა რაღაცა ფინანსური ან კარიერული ჯაჭვებით არის რუსეთთან გადაბმული. ხო და ну სეზონის დასასრულს მე ყველაზე მეტად მახარებს ბოლო მაინც ეკონომიკას შევეხოთ. კი ბატონო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა იყო და ეს იყო თვითონ სავალუტო ფონდი აღიარებდა რომ ჩვენო საოცრება ხდება საქართველოსში, აი ამ სიტყვის ალბათ სრული ნიშნულობის რა. იმიტომ რომ იმ ფონზე რაც ხდება მსოფლიოში ჩვენი ეკონომიკა წინ კი არ მიდის კაცო, წინ რაღაცა დიდი ნაბიჯებით გარბის. როდესაც შეფასებები და შედარებებია გაკეთებული, ჩვენი ეკონომიკა თუ თქვათ 7.2 ბალით არის შეფასებული. აი ჩვენ ხო გეუბნებიან რომ მოლდოვასავით უნდა ცხოვრობდეთ და უკრაინას. მოლდოვა არის 0.8%, ჩვენი 7.2%. ევროკავშირი 1.2% და ასე შემდეგ. ვაჭრობის ამბავზე ამბობ. ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკის ზრდა. ეკონომიკის ზრდა მაქვს მხედველობაში. ხო, ანუ ეთახმები. სავალუტო ფონდზე 0.7 არ არის ზრდა ესე იგი, მოდი პირდაპირ თქვა რა. იმაში. მოლდოვაში. მოლდოვა ისე გაგატაკებული იყო, როგორ უნდა მიდიოდეს. ანუ 1.2-ია ევროკავშირის ქვეყნები, მაგრამ ეკონომიკა დიდია და ძლიერი გასაგებია. მაგ ნორმალურია, მაგრამ საქმე რა შეიძლება, გარდა იმისა, ისინი წერენ, რომ სამუშაო ადგილები რომ შეიქმნა, უმუშევრობა შემცირდა და რაღაცა გაყვირვებულები და გაოცებულები არიან და მომავლის პერსპექტივაშიც ანუ დადებითი პროგნოზები აქვს სასწაული, რომ ეს განვითარდება და ასე შემდეგ. ეხლა ერთი რამე ყველა მიცის ალბათ, ხო? ეკონომიკა და პოლიტიკა რაღაცა ერთი მედლის ორი მხარეა. როგორი გავლენებიც გაქვს ეკონომიკაში, ანუ რა პერსპექტივას გაქვს ეკონომიკაში, ისეთივე გავლენა გაქვს მე რაღაცა მსოფლიოში და თუნდაც სამეზობლოში და ასე შემდეგ და პირიქით, ხო? ანუ ჩვენი ეკონომიკა თუ ვითარდება და ჩვენ წინ მივდივართ, ესე იგი ჩვენ პერსპექტივაში რეალურიც არის, რასაც თქვა დღევანდელი ხელისუფლება პროგნოზირებს და პროგნოზებში არ ცდებიან ხოლმე, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ვიქნებით ყველაზე ძლიერი ასე თქვა ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც თქვათ ევროკავშირში, რომელსაც ექნება შანსი, რომ ევროკავშირში მიიღონ.
სხვანაირად გამორიცხული ხარ თუ იმათ ეკონომიკას არ ხარ რაღაცა ფორმით დაწეული იმ ქვეყნების ეკონომიკას, თლიან ეკონომიკას, რა თქმა უნდა, ვერ შევედრები. არ მიეწიე, არავინ ყურადღებასაც არ მოგაქცევს და სულ ესე გაგრძელდება და იქნება ბოდიში მომითხოვები ეს ბალამუტი, რომ აი რაღაცა ამას გაგიუქმებთ, არ დაგელაპარაკებით, თუ ამას არ გააკეთებთ და ასე შემდეგ. და კიდევ ერთი მთავარი საზოგადოებამ წელს განსაკუთრებით საზოგადოებამ გამოაჩინა რომ ბევრი რამე აღიქვა სწორად იცოდა წარმოდგენები ჰქონდა მაგრამ დღეს უკვე პროფესიონალურ დონეზე საზოგადოება ფიქრობს აზროვნებს და გადაწყვეტილებებს იღებს ანუ სპონტანურად რაღაცა გადაწყვეტილებებს აღარ იღებს ემოციებზე ვეღარ თამაშობენ წარმოიდგინეთ რომ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატები და მთელი ევროკავშირი თითქმის ცდილობდნენ როგორმე ემოციებზე ხალხი აეყოლიებინათ ომამდე არა მე გეუბნები ახლა ხო ახლა ვერა ადრე ახერხებდნენ ვერ ქნეს საზოგადოებამ დაინახა რომ საქართველოს არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის არის მნიშვნელოვანი ქვეყანა არამედ სამხრეთ კავკასიიდან ახლა სამხრეთ კავკასიის ხელის ჩასაგდებად ხომ ფაქტია რომ იბრძვიან ხო ეს სამხელა დიდი მონსტრი ქვეყნები არამედ თქვა სამხრეთ კავკასიიდან რომ მარტო აღმოსავლეთის ქვეყნები სამხრეთის სახელმწიფოები ხო ყველა შემთხვევაში სამხრეთ კავკასია გჭირდება და სამხრეთ კავკასიას კიდე ვერაფერს ვერ საქართველოს გარეშე ვერაფრის დიდებით ვერ ჩაიგდებ ხელში წარმოიდგინო საზოგადოებამ ეს ყველაფერი უკვე იცის და ისიც იცის რომ ჩვენი ისტორიული შანსი დავიბრუნეთ დაბრუნების გზაზე ვართ ამას გაფრთხილება ჭირდება და ამან უნდა მოგცეს საშუალება რომ ჩვენ მომავალში პერსპექტივა გქონდეს. ამიტომ არის საზოგადოებამ კიდევ ერთხელ აჩვენა მაგალითად როდესაც იყო 17 მაისი. ეხა 2025 წლის და წინა წელსაც 17 მაისს ხალხმა აჩვენა რომ ეკლესია და სახელმწიფო დგას ერთად. ანუ საზოგადოებამ აირჩია ქრისტეს გზა და არა ურსულას გზა და ევროკავშირის ბიუროკრატების გზა. ეს ხალხმა დაგვანახა და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან ევრობიუროკრატები რომ თქვენ უნდა გააუქმოთ კანონი ოჯახური ღირებულებების შესახებ და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, ამის პასუხი არის 17 მაისი. ეს რამდენიმე წლის განსაკუთრებით. ანუ საზოგადოებამ გადაწყვეტილება მანამდე მიიღო, სანამ ესენი ამ მოთხოვნას დაგვიყენებენ და საოცარია, ესენი თუ ამას ყველაფერს არ უყურებენ. რაც თავარია, ოპოზიციონერებს რო ეკითხები, ხო? ოპოზიციონერებთან გააქვს დისკუსია. ეს პირწავარდნილი ოპოზიციონერები ეს თახსირები შეიძლება ითქვას, ზოგიერთი მათგანი ვერ ბედავენ, რომ ამ კანონზე ცუდი თქვა. მხოლოდ ისინი ამბობენ უცხოელები. თვითონ ესენი ბოლომდე იდიოტები არ არიან და იციან რომ ნებისმიერი სიტყვა ამ კანონის წინააღმდეგ არასრულწლოვანთა დაცვა გეი პროპაგანდის გამო. არა, ეხლა ამის გაუქმებაზე არც ერთი მათგანი ეხლა როგორ გაძაყავთ არა არ ამბობენ არა პირდაპირ და ქილიქში გადაყავთ რომ რაღაცა ევროკავშირმა როდის მოგთხოვათ რაღაცა კაცების დაშოვა და ასე შემდეგ ჯერ ერთი ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს რომ როდესაც კანონის გაუქმებას გთხოვენ ავტომატურად გთხოვენ იმ კანონის საპირისპირო კანონების მიღებას. ეხლა რაც შეეხება მათი ქილიკის პასუხად, რომ რაღაცა კაცების და გათხოვებასთან დაკავშირებით. როდესაც სანამ საბერძნეთში მიიღებდნენ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, მანამდე არავინ არავის კისერზე არ ხდებოდა, გინდა თუ არა რაღაცა ოჯახები უნდა შევქონათო. როგორც კი კანონი მიიღეს, მე მგონი 1 წელი გავიდა, მეტი ხო არ გასულა რა. 1 წლის განმავლობაში 1000 ოჯახი შეიქმნა. ოჯახი ბწყალებში. არც ბწყალებში არ ვიცი. ანუ 1000 წყვილი დაქორწინდა თუ დაქორწინებას არ ავთქვათ რა. ჯანდაბა მაგათ თავს. არ ვიცი რა სიტყვა უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში. ანუ 1000 წყვილი. უღელი დაიდგეს. ესე იგი ეს კანონი საჭირო და აუცილებელი ყოფილა. რა თქმა უნდა, კაცო, ეგ მომზადებული იყო ეგ წვლილი, მანამდე შენ არ გეგონოს რა ესენი. არა, უცებ აღრიდან კი არ ჩამოვარდნენ, კაცო. კი ბატონო. ჩემ მეგობრებო, მართლაც ვერაფერი ვერ ისწავლეს ბურბონების მსგავსად, ვერც დაივიწყეს და ვერც ისწავლეს, ხო? მართლაც თვითონ აქაურ მათ მეხუთე კოლონასაც აღარ უსმენენ და ეს არ იყო ეს კანონი, ანუ
სალაპარაკო და საარგუმენტაციო არ გვაკლდა არაფერი, მაგრამ მოგცეს აი ორი ჯოკერი დაგვირიგეს რა, ხვდები? საერთოდ არ იყო ეს საჭირო, ისე შეეძლოთ, მაგრამ იქ ეტყობა ფანატიკურად შეერათ აი ამ იდეის, ეგრეთ წოდებული იდეის, რომ აუცილებლად უნდა ტრადიციები მოსპოდა, შემდეგ უკვე იოლია. კი ბატონო, მეგობრებო, მოდი ახლა შევწყვიტოთ ცოტა ხანი საუბარი და რეკლამა გავუშვათ.